გაყალბებული ციტატა და შეცვლილი კონტექსტი. ეს ის სტანდარტია, რომლითაც TV პირველი მოქმედებს. როგორც ცდილობს ოპოზიციური მედია საზოგადოების მიზანმიმართულად მოტყუებას, ამის მორიგი მაგალითი მათივე Facebook გვერდზე დადებული ქარდია. ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ TV პირველმა მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ კონკრეტულად კი 2024 წლის 30 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება გააყალბა და საზოგადოებას მთავარი ფრაზა დაუმალა, სადაც იმ დროს უმრავლესობის ლიდერი საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობდა. TV პირველისთვის ყველაზე სენსიტიური საკითხიც არ აღმოჩნდა წითელი ხაზი და გაყალბებული ციტატით 14 თვის შემდეგ სპეკულაციაც დაიწყეს. კონკრეტული კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძის მიერ 1 წლის წინ გაცემული პასუხი წარმოაჩინეს ისე, თითქოს მამუკა მდინარაძე საქართველოში ვენესუელის მხრიდან არჩევნების აღიარებაზე საუბრობდა და არა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე. თუ მადურომის დაინახა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, დიდი შანსია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება უკან წაიღოს. თუ მადურომის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პრობლემები არა აქვს ამ ქვეყანასთან, ხვალ დიდი შანსია, რომ აღიარება უკან წაიღოს. ის სუდი საქციელი ძალიან, რომელიც ჩაიდენა ნებისმიერმა იმ ქვეყანამ, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად. თუ ისინი ხვალ იმას გააკეთებენ, რომ ამ აღიარებას უკან წაიღებენ, არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში, ესე იგი წარმატებულები ვიქნები და ძალიან კარგი. რატომ შეცვალეს კონტექსტი და დაუმალეს საზოგადოებას მთავარი წინადადება? კითხვებმა TV პირველის მენეჯმენტი და თანამშრომლები გააღიზიანა, თუმცა ვერ დამალეს, რომ ციტატა მიზანმიმართულად გააყალბეს. რატომ გააყალბეთ ციტატა და რატომ წარმოაჩინეთ ისე, თითქოს არჩევნების ცნობაზე იყო საუბარი და არა არაღიარების პოლიტიკაზე, ანუ მთავარი ნაწილი რატომ დაუმალეთ საზოგადოებას, ეს რომ გითხრათ შეგიძლიათ? ძალიან სწორად ის კაბინეტს ძალიან სწორად არის ამოღებული ის ციტატა, რომელიც არის ამოღებული. უხერხულობას არ გიქნით, რომ მამუკა მდინარაძის ციტატა 14 თვის შემდეგ გააყალბეთ? მამუკა მდინარაძეზე რამე თუ დავდეთ, ისეც არაფერს არ დავდებით, რომ უხერხულობას მithundes. წაგიკითხავთ ციტატას თუ შეიძლება, ციტატა გაქვთ გაყალბებული. დეზინფორმაციის გავრცელება გაყალბება, უხერხულობას არ გიქნით? წაგიკითხავთ ციტატას, თუ გნებავთ რა თქვა რეალურად 14 თვის წინ მამუკა მდინარაძემ და რა დევს თქვენს პეიჯზე. პრობლემა როგორც ჩანს ის არის, რომ ერთი ხაზი აკლია, არ არის საჭირო წაკითხვა, წეგან უკვე წავიკითხეთ, ვნახეთ პოზიტივის ქარდი და მესეჯ ბოქსის გასაგებია, რაც უნდა თქვათ TV პირველთან დაკავშირებით. უბრალოდ იცოდეთ, რომ ერთი წინადადება აკლია და ეს თავიდან ბოლომდე იმას ნიშნავს, რომ ეს კომენტარი არის არაღიარების პოლიტიკის, რასაც თქვენ ამბობთ და ხალხი ძალიან ბრძენია და გაიგებს როგორღაც, რა თქმა უნდა, მდინარაძემ. მოდი, უკეთესი იქნება ყოველთვის, უკეთესი იქნება ყოველთვის. ჩვენივრად გავიგეთ თავიდან ბოლომდე გაუშვათ. რა თქმა უნდა, უმჯობესი არის. კი ბატონო, ნახე, თავად აღიარებ, რომ ერთი ხაზი აკლია და მე უკვე ვაკეთებ კომენტარს, რომ მოდი ხალხმა თავისით გაიგოს, რომელი ფრაზა აკლია. და მე მოგიწოდებ, რომ ფრაზა არ დააკლოთ და შესაბამისად, მე მოგიწოდებ, რომ ფრაზა არ დააკლოთ და შესაბამისად, როდესაც სრულად მოისმენს საზოგადოება კომენტარს, მე ამ მოსმენილი კომენტარიდან გამომდინარე თავად გამოიტანოს დასკვნები. და როდესაც თქვენ თავად აღიარებთ, რომ ერთი ფრაზა აკლია და ხალხი ბრძენია და მოდი ხალხმა ეხლა თვითონ იაზრონოს იმ ერთ ფრაზაში რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნათქვამი, ხო? ამიტომ პირდაპირ აღიარებთ, რომ კონტექსტი ამოგლიჯეთ და ამოგლიჯილი კონტექსტიდან გამომდინარე, მოდი ეხლა იმაზე გავაკეთოთ ფსონი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აღადგეს იმ ერთ წინადადებას, რომელიც არის ამოჭრილი. აქედან გამომდინარე, ეს არის ყოველად მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელი არის, როდესაც ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, როგორც არის ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ძალიან დიდი თხოვნა გვექნება, როდესაც გავუშვებ კომენტარს, ფრაზა არ ამოჭრათ. ისევე როგორც 14 თვის წინ უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია დღესაც. ქართული სახელმწიფოსთვის მთავარია, რომ ვენესუელამ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება უკან წაიღოს. სახელმწიფო გუნდისთვის TV პირველის მიერ მამუკა მდინარაძის ფრაზის მიზანმიმართულად დამახინჯების ფაქტს კი მარტივი ახსნა აქვს ნაცმედიის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა და გამოგონილი აღქმებით ქვეყანაში ხელოვნური პროტესტისთვის მუხტის შექმნა. გამონათქვამის დამახინჯება, ინტერპრეტაციის შემოტანა ისეთის, რომელიც არ თქმულა არც ერთ განცხადებაში, ეს პროფესიად ჩამოყალიბდა. სამწუხაროა, რომ ეს პროფესია გარკვეულ ტრეინინგებს
სწავლებებს მოსდევს. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გამორჩეული გახდა თავდაპირველი ამკამდინარაძეს, როდესაც შეკითხვა დაუსვეს თუ რას ნიშნავს ვენესუელას მიერ, მადუროს მიერ ქვეყნისათვის მილოცვა. მდინარაძე მოპასუხა, რომ პირველი ნაბიჯი თუ კი არის ეს აღიარების პოლიტიკისაკენ გადადგმული, ჩვენ ამას მივესალმებით. ამ განცხადების ინტერპრეტაცია ხდება აი ამ 14 თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ეს მავნებლობის უმაღლესი ხარისხია და არა მარტო. ეს არის გამიზნული გეგმა, ერთ-ერთი მიმართულება განცხადებების დამახინჯება, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და კვლავ დაუბრუნდნენ იმ რევოლუციური პროცესების განვითარებას. პირობას დებთ რომ ბოდიშ მოიხდით? მე თქვენთან საბოდიშო არაფერი მოგწევ. ხალხთან არ გაქვს საბოდიშო არაფერი, ხო? ახლა წაიკითხეთ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თქვენ წაიკითხეთ. თქვენ წაიკითხეთ ციტატები. თქვენს მიერ გავრცელებული. თუ მადურომ ის დაინახა რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, დიდი შანსია რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება უკან წაიღოს. ეს არის ესე ხო წერია? ეს არის დეზინფორმაცია და ყუილი არის. აი ნახეთ სინამდვილეში რა არის რა თქვა. რა არის სინამდვილეში რა თქვა. თუ მადურომ ის დაინახა რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პირველ პრობლემები არ აქვს ამ ქვეყანასთან, ხვალ დიდი შანსია რომ აღიარება უკან წაიღოს. ეს აღიარების პოლიტიკის პირველი წარმატებაა. ხალბატონ ხატიას ან არ უნდა უბრალოდ რომ გაიგოს და ერთ ხაზი რომელიც აბსოლუტურად ცვლის კონტექსტს, აბსოლუტურად ამახინჯებს გავრცელებულ ინფორმაციას და ადამიანის ნათქვამს, პირდაპირ თავდასხმა არის ეს ჩვენი ქვეყნის არაღიარების პოლიტიკაზე და თუ ხალბატონო ხატია, ჯერ ერთი რომ თქვენ ბუდიში უნდა მოიხაროთ, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეთ და ადამიანების ეხლა ხო აბსოლუტურად იტყვევთ, ხმენოდეთ ხალბატონო ხატია. ხა ოპოზიციის მდგომარეობა ჩვენ ვიცით რაც არის და ამ ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა თუ რაოდენ წყალწაღებულები არიან და ხავს აღარ იციან უკვე ვენესუელაშიც კი ხავს ეჭიდებიან. მათ შორის ვენესუელის მხრიდან არაღიარების პოლიტიკასთან შემოერთებაც კი მათთვის ერთგვარად მიუღებელია. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას რა განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ, როცა გახდა ცნობილი და დაუსვეს მას კითხვა, რომ ვენესუელამ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, რა იქნება თქვენი კომენტარიო, მაშინ მან თქვა, რომ კარგია თუ ვენესუელა ხედავს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება და საქართველოსთან არა აქვს პრობლემა, მაშინ ეს მიგვიყვანს იქამდეც, რომ ვენესუელამ უკან წაიღოს თავისი აღიარება ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით და ეს იქნება საქართველოსათვის არაღიარების პოლიტიკის გამარჯვება. ეს სავსებით ასე თქვა გამართული სწორი ასე თქვა პოზიცია, რომელიც მამუკა მდინარაძემ დააფიქსირა, უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა ყველასთვის მისაღები, იმიტომ რომ კონკრეტულად არაღიარების პოლიტიკას ეხებოდა, მაგრამ ვიმეორებ რომ ამ ოპოზიციისათვის და მათი პროპაგანდისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც კი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საგანია და მეტი არაფერი. არჩევნებსა და ქუჩაში დამარცხებული ოპოზიცია და მათი მოკავშირე მედია თვით გადარჩენისთვის გამოსავალს ეძებს. უიმედოდ დარჩენილებმა კი ხავსად ამჯერად ვენესუელაში განვითარებული მოვლენები მოძებნეს, თუმცა რაც ოპოზიციას TV პირველის დახმარებით სკანდალის აგორების ეს მცდელობაც ჩაუვარდა. სიცრუე ფაქტებმა ამხილა.